მოსკოვში დიდების მემორიალის ანალოგის გახსნაზე ოპოზიციის წარმომადგენლების ჩასვლას თბილისში უარყოფითად აფასებენ. კულტურის მინისტრი ნიკა რურუა ქართული ოპოზიციის წევრებს მტრებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ეს განცხადება რურუამ მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის წინ გააკეთა. მთავრობის სხდომას კურიერის ჟურნალისტი ნათია გოქსაძეც ესწრება, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება კანცელარიიდან. ნათია, უფრო კონკრეტულად მოგვიყვევი რურუას განცხადების შესახებ და კიდევ რა საკითხები განიხილება მთავრობის სხდომაზე? ნიკა რურუა სწორედ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამოეხმაურა ამ საკითხს. კულტურის მინისტრი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები ჩადიან ოკუპანტ ქვეყანაში და ოკუპანტი ქვეყნის პრემიერთან ერთად ხსნიან ქანდაკებას მოსკოვში პაკლონნაია გარაზე. ნიკა რურუა ამბობს, რომ ეს ფაქტი მას კოლაბორაციონიზმის იმ ფაქტებს ახსენებს, რომელიც საუკუნის დასაწყისში, მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოსთან დაკავშირებით გასაბჭოების დროს ხდებოდა. ტიპიური კოლაბორაციონისტული საქციელი შენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანაში რო ჩადიხარ და საბჭოთა მემორიალს გახსნას ზეიმობ, ეს ნიშნავს, რომ ამართლებ იმ ოკუპაციას, რომელიც იქ მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად პატივს არცემ შენ ხალხს. ეს მემორიალი არის უბრალოდ პუტინის ფანტაზიის შედეგი. ეს ვიცით მიტირის საბჭოთა კავშირს, საბჭოთა იმპერიას, საქართველოში ასეთივე ძეგლი მის დემონტაჟამდე თვითონ ფაქტიურად ხალხმა გაანადგურა, ეს იყო სრულიად განძარცვული. რაც შეეხება ქართველების იქ ჩასვლას, მე მათ კომენტარი უბრალოდ ზედმეტი ეს არის თავხედობის, ცინიზმის და სრული უტიფრობის გამოხატულება. მთავრობის სხდომა უკვე თითქმის 2 საათია მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტის შეკრება ტრადიციულად პრემიერის განცხადებით გაიხსნა. ნიკა გილაური შეეხო პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის თანახმადაც ბიზნესმენებს უნდა დაუბრუნდეთ დღეს გადასახადით ბიუჯეტში შეტანილი თანხები. ნიკა გილაურმა დღეს ის ციფრები წარმოადგინა და ის რიცხვები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბიუჯეტიდან თუ რამდენი თანხა დაბრუნდა უკან ბიზნესმენებისთვის და რამდენი მილიონი მიიღეს მათ იმისთვის, რომ საკუთარი ბიზნესი უფრო გააფართოვონ. 2008-ში და 2009-ში თუ ჯამური დაბრუნებები შეადგენდა 118 და 127 მილიონ ლარს, 2010 წლის განმავლობაში სულ დაბრუნებული 170 მილიონი ლარი და ჯამში ეს გაკეთებულია 574 კომპანიისთვის. ანუ ეს თანხა, რომელიც სახელმწიფო დროულად და ჩქარად დაუბრუნდა კერძო სექტორს და კერძო სექტორმა უკან ბიზნესში, ეკონომიკაში ჩაატრიალა სინამდვილეში ეს თანხები და ამ თანხებმა კიდევ უფრო დადებითი პოზიტიური ცვლილებები გამოიწვია ეკონომიკაში. მინისტრთა კაბინეტის შეკრება ახლაც მიმდინარეობს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღის წესრიგში 37 საკითხია, აქედან წამყვანი თემები და მთავარი მოხსენებლები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები არიან.